თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის, ირაკლი ჩხვირკიას, გიური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, მას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს. სხდომას არესტებოდნენ ბრალდებულები ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე. სხდომაზე ადვოკატმა ნათია მეზრუშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი დისტანციურად დაკითხულიყო, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ შაიშმელაშვილი ძებნაშია. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მოსამართლემ წარმოადგინა პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადება, რითაც ბრალდებულმა დღევანდელ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, ბურჭულაძეს ფარში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა. რაც შეეხება პროცესზე მყოფ სხვა ბრალდებულებს, წარდგენილ ბრალდებაში ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. პროცესზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის ყველა უსამართლო ბრალი საკუთარ თავზე აიღოს თუ ამ საქმეზე დაკავებულ პირებს გაათავისუფლებენ. ამის საპასუხოდ პროკურორმა თქვა, რომ თუ ვინმეს დანაშაულის აღიარება უნდა, შეუძლია პროკურატურას მიმართოს და საკითხს სამართლებრივად განიხილავენ. ყველა ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი აქვს ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაბამისად ყველა ბრალდებული პასუხს აგებს მის ქმედებაზე და დანაშაულზე, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, თუ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სურს საპროცესო შეთანხმება, შეუძლია მოგმართოს აღნიშნულთან დაკავშირებით. მურთაზ ზოდელავას განცხადება იძლევა როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ საფუძველს იმისა, რომ ხალხი, ვინც დაპატიმრებულია ამ საქმეზე იქნენ გათავისუფლებული, მათ შორის სხვადასხვა საშეღავათო პირობებით და უშუალოდ მურთაზის პოზიცია, რომ ამ ხალხისთვის წარდგენილ ბრალდებებს იტვირთავს საკუთარ თავზე, ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში არ უნდა გავიგოთ, ამას აქვს დიდი მორალური და პოლიტიკური წინაპირობა და საფუძველი. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლითაც, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძესა და თორნიკე მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ სხვადასხვა დროს დააკავეს. დაკავებებს წინ მრავალათასიანი აქცია უძღოდა. 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოძრაობა რუსთაველის გამზირმა ეგრეთ წოდებული სახალხო კრება დაგეგმა, რომლის მიზანსაც როგორც ორგანიზატორები ამბობდნენ, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუცია წარმოადგენდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ ნაწილმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა.